პრაიმ ტაიმში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი ქვეყანაში ბოლო 3 თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ქართულ ოცნებაში რაიმე სახის განხეთქილებას ექსპერტი კატეგორიულად უარყოფს. ერთ-ერთ დადებით საკითხად კი საგარეო პოლიტიკაში ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე გატანის საკითხის დაზვრასა და სხვადასხვა ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივას მიიჩნევს. დღესვე ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ ეგრეთ წოდებული ჩანერგილების თემების წამოწევა და ჯაშუშების ძიება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს და ამგვარი ქმედებების შედეგად ბევრი უდანაშაულო ადამიანი შესაძლოა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ყველა მინისტრი ეს არ ეხება მხოლოდ დალასანიას, ვალდებულია რომ თავისი ხარჯები, თავისი შეხვედრები, თავისი ვიზიტების გრაფიკი ყველაფერი გაასაჯაროოს და მიაწოდოს საზოგადოებას სრული ინფორმაცია. საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ მიიღოს ესეთი ტიპის უпроსოდ კონდეს მეტი წარმოდგენა თუ რას აკეთებენ მინისტრები, ხო? ყველა კომპონენტის სილამაზისთვის სალონი ლეტუალი მარჯანიშვილის ოთახში.